დღეს მე ავიჩი 7 ყველაზე პოპულარული თამაში, რაც კი კომენტარებში დამიტოვეთ და თუ გინდათ რომ მსგავსი ვიდეო ან მეორე ნაწილი კიდე გამოვიდეს, აუცილებლად დალაიქე, 500 ლაიქზე ავიყვანოთ. პირველ რიგში დავიწყოთ Car X Street-ით. 2.8 გიგაბაიტია კიდე გადმოსაწერიო. გრაფიკები თუ მართლა ესეთი კარგია, ჩემი აზრით ღირს ეს თამაში და თუ არ იყო ასეთი კარგი გრაფიკები ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ახლა ამ თამაში ეგარ მოწოსო ძალიან დიდ ხანს მოგვიწია ლოგინი 3 weeks later. დაგიბრუნდით ცოტა სხვა ფორმით, იმიტომ რომ რავი სანამ ამან ჩაწერა დავიღალე. მოკლედ ნებისმიერ თამაშს, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ექნება მაქსიმუმ 3 წუთი, იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცა თუ მოხდა, ეგრევე გადავაგდო, რასაც ქვია, ეგრევე ნა. ამ სედმე გადავქოქოთ ჯემი ფორდი გაჩვენოთ ხმა. ანუ არალეგალური ნივთიერების შოვნა უფრო მარტივია ვიდრე ამ თამაშის გახსნა მართლა. ოკეი, 3 წუთიანი აცვლა დაიწყო. გრაფიკებს ცოტა მეცველოდი, ეს რა უბედურებაა. აუ, იმენა თვალები დამეკა. აი, ფუჩები რა, ანაირი გრაფიკაა. ოკეი, თამაში დავიწყეთ უკვე. ჭედავს, თამაში ჭედავს კატასტროფულად, არა და სუსტ მოწყობილობას ნამდვილად არ ვთამაშობ, რო ვთქვა. ძალიან ცუდად ჭედავს, მაგრამ გრაფიკები ტელეფონისთვის არ არის ცუდი. პროსტა თამაში მართლა ჭედავს მომენტებში და უცნაურია, იმიტომ რომ როგორ დავიჯერო, რომ ამაზე უფრო ძლიერი მოწყობილობაა საჭირო, რომ ამ დებილობა თამაში ვითამაშო. კიდევ ერთი დაუჯერებელი ფაქტი ის არის, რომ 259-ით მივდივარ, 280-ით თითქმის, არა, უკვე ვეღარ. ანუ რავი, რა გითხრათ, არ მომწონს. გრაფიკებსაც უფრო მეცველოდი, საერთოდ არ ველოდი, რომ გამიჭედავდა, მაგრამ ყველანაირი ის გამიცვლა იმედი და რამდენიმე წლის შემდეგ ესეთი ისა მოვივარ და მაგრამ ჩვენ რამდენიმე წამი გვრჩება და მგონი თამაშმა უნდა ის. ოკეი, storyline-ის პონტი აქვს, ეს მაინც მოსაწონია, მაგრამ დასკიბვა რო არ შეგიძლია storyline-ის ძალიან ცუდია, ძალიან ჭედავს, მართლა ძალიან ჭედავს. დავიჯერო თქვენ iPhone 15-ზე, 16-ზე და Pro Max-ებზე თამაშობთ, რომ არ გაგიჭედოთ, ანუ ძალიან ცუდა, არ უნდა ჭედავდეს, მართლა არ უნდა ჭედავდეს. ბიჭო, საკაიფო, მას დაგავჭიდეთ იმენა, მე 5 ეთაობის მას და თუ მე 4-ეს. გონი მე 6 ახალი. და მოიცა გვერდზე მოგვიდგა ვიღაცა მაგარი ტიპი მანქანა. ამისიც მას და დაინახე. ძალიან მაგარი ვიძია. ვა, open world-ია. ოკეი, უკან მიმაქ, რაც ცუდი მithქვა. რუჩნიკიც მაქვს. შევიტანე რაღაც. ალბათ მოვაგუსავ. ოპა, წავიდა. იმენა დრიფტ კინგი ვარ, იმენა სარიშვილი ვარ, ჩემი შემომხედეთ, ბიჭო, დონატებს ვაკეთებ. ოკეი, კაი. რავი, ანუ ამ ტიპის თამაშებს აქვს თავისი მუღამი. აი, დავაი, აბა, მიდი, გვსაუბრით დავგანჩოთ. აუ, ძალიან ცუდია, კატასტროფულად ნებია ჩემი მანქანა და ამათი მანქანებიც არ აკეთებოდი. აი! ბიჭო, ანუ, რო გადავა რა არის, იცი, ანუ თამაშის დროს რაიმე რო ხდება, მიჭედავს და მაგით ვხვდები, რომ რაღაც საინტერესო ხდება. აზრი არ აქვს, ანუ აი პირდაპირ, აი რა გავაკეთო, უნდა წავშალო ეს თამაში, იქიდან გამომდინარე რომ ჭედავს. კატასტროფულად და უაზროდ ჭედავს და 10-დან ამას დავუწერ სულ რაღაც 4-ს, ეგეც იმიტომ რომ open world-ი იყო, რაღაც საკაიფო იყო, მაგრამ არ გირჩევთ. იმიტომ რომ როცა თამაშობ ადამიანი გინდა რომ უცბად შეხვიდე ითამაშო და დაიმშვიდო ნერვები. აი ეს თამაში ჩაითო ეგრევე. პირდაპირ სტარტს დააჭირეო, single player-ი გინდა, level-ები გინდა თუ online-ი გინდაო. დავაი გავუშვათ single player-ი, highway-ზე გავუშვათ და მაინტერესებს ამ თამაში. ანუ ეს თამაშები მე არ მითამაშია, შესაბამისად ვერ ვიტყვი რა ხდება, როგორ ხდება და მოდი თქვენთან ერთად გავიგოთ. ეს car parking simulator-ის პონტია. ვიღაც ვიჯე. და სხვათა შორის პარკინგსაც გასწავლით, ვისაც გიჭირთ. ანუ დავამოღამებთ, როგორ დავაპარკინგოთ. ქალაქში რო არ მაწვალოთ ხოლმე და წესიერად დააგენოთ ხოლმე ზოგ-ზოგი ერთმა მანქანა. ძალიან საკაიფო, ოკეი, ეგ კარგი, მაგრამ უკანა წამყვანი რატოა ჩვენი სივიკი, ეგ არ ვიცი. ძირითადად წინა წამყვანია ხოლმე, but it's okay to make mistakes. კაი, ჯერჯერობით ეს თამაში იმასთან შედარებით
ოპა მოდრივ წავებაც მაინც არა მაგარი თამაშია მით უმეტეს მე ხა iPad-ზე რადგანაც ვთამაშობ ცოტა მიჭირს კონტროლის დამუღამ როგორ გადაინგრო ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან კარგი თამაშია მანქანიდან გადმოსვლად შეგიძლია ანუ open world-ია ხო არ გადააქვს მოდი აბა სუპრაში თუ ჩავჯერებით ვერა სუპრაში ვერ ვჯდებით იმ თამაშზე მეტად მართლა მომეწონა, მაგრამ რაღაც სტრანია ესეც ხო, ანუ. დაჟე რა მაგარი ფუნქცია აქვს, ანუ შეგიძლია რომ წინა წამყვანი გახადო, უკან წამყვანი 4-ვე წამყვანი drift mode-ის ჩართვა შეგიძლია TSA, ABS, ESP, ძალიან მაგარია, ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი. ვაფშეტა Ford Escape თუ შეგვიძლია ამ თამაშს ეგრევე აი 10-დან 100,000 დაუწე. ჩემი მანქანა რო გავჩვითოთ ეხა უცბად ძალიან გამისწორდება. просто ჩემი მანქანა მინდა შენი ძალიან კარგი თამაში ჩანს გასართობად იმას 1000 ჯერ ჯობია და ამას უფრო დიდ რეკომენდაციას ვაძლევ შესაბამისად 10-დან 8-ს დაუწე დღევანდელი ვიდეოს სპონსორია JET თუ გადმოწერთ JET-ის აპლიკაციას შეგიძლიათ შეიყვანოთ ეს კოდი და დასაჩუქრდებით 5 ლარიანი ვაუჩერი სრულიად უფასოდ ეხლა გადავიდეთ Shadow Fights-ზე ყველასთვის ნაცნობი თამაშია არავის არ გაგიკვირდებათ ეს თამაში მეც რა თქმა უნდა ნათამაშები მაქვს 1-2 სამჯერ 4-ჯერ 5-ჯერ 6-ჯერ 7-ჯერ 8-ჯერ ბევრჯერ ყველასთვის ცნობილია მე ამ თამაშს ძალიან მაღალ ქულას დავუწე ჯერ მარტო იმიტომ რომ Shadow-ა და Fight-ი ანუ ძალიან საკაიფოა მოდი ერთი ხელი მოვასწროთ ვინმეს ვეთამაშოთ ეს ვინაი Jackie Chan Kenji და Shadow დაუშვებს ერთმანეთს ადენა კლასნიკებში რო იყო ხოლმე ესეთი ფონტი რა შეიძლება ვაფშე იგივე ფილმისგან იყო ეგეც არ ვიცი მაგრამ აი ძალიან საკაიფო იყო ეგ არის გლიჯეთ კრიტიკა ამოვიტრიალეთ და დაცხეს შენი ეგ არა ჩაგვარდა ეგ არის მოვიგეთ 1-0 იარაღების ვარიაცია ძალიან ბევრია ანუ ძალიან ბევრი იარაღის გატესტვა შეიძლება და სუპერ ძალებსაც ხსნი მე როცა ლეველებს იმატებ ანუ მე მაგალითად ეგ ჩემი სიტუაცია შევძელი APK გადმოწერე თავის დროზე Android-ი როცა მქონდა მოდები ჩავწერე და აუ ერთთან ბავში ვიყავი ჩემ სუპერ ძალები მქონდა რაღაც მოუხსქრინები და რაღაც საკაიფოები და ეგ არის ძალიან ანუ Shadow Fight-ი აი ძალიან სახალისო თამაში ამავდროულად ძალიან ნერვების მომშლელი თუ გაიჭედე აი მაგალითად დანები ალბათ დანები და ბოსები ყავს რაღაც საკაიფო მართლა კარგია ანუ მაგალითად პირველი ბოსი არის Lynx-ი ხო და უნდა ვებრძოლოთ ამათ და თუ შევძელთ ამათი დამარცხება ამ შემთხვევაში მივაღწევთ იქამდე და მე უკვე აუ არა მაგარი თამაშია ეს დარტყმები მევასება და კომბოებს რო ხსნი მე ოპა იმას აუ დაგშოკა სხვათა შორის ეგ შოკის ფუნქცია ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის იარაღები რისთვისაც იბრძვით ამდენი ხანი რო გახსნათ ერთი შემორტყმით შეიძლება ბაი გათქმევინოს და მაგრამ ამავდროულად შენ შეგიძლია რომ დააძრო აბა თუ გამოგვივა ამ ხელში არა ერთი აი დარტყმა უნდა და ეგ შოკი როგორ აქვს პერფექტი კი ავიღეთ პერფექტს როცა იგებ მე თქულას გაძლევს ეგ ზუსტად მახსოვს თვითონ თამაში საკაიფო არ არის ცუდი თამაში მე ძალიან ცუდი თამაში კი არა ძალიან საკაიფო თამაშია დამუღამება უნდა და დაუნლოადი უნდა ეგ მაგრამ ხმაგძალიან დონდორორო ჯამში Shadow Fight 10-დან 10 უნდა დავწეროთ ყველა დამეთანხმება მგონი ძალიან ნოსტალგიური და საყვარელი თამაშია Brawl Stars-ი შედარებით ახალი თამაშია მაგრამ Supercell-ი ყველასათვის ცნობილი კომპანიაა მე მაგალითად Clash Royale-ს თამაშობდი Clash of Clans თამაშობდი Boom Beach-საც თამაშობდი ანუ Supercell-ს თამაშობდი მე ვასწავლე და სხვათა შორის კურსელებთან ერთად თამაშობ Brawl Stars ეხლა თამაშობდი ხოლმე აი წინა კურსზე და ძალიან სახალისო იყო ერთად თამაში რაღაც ეხურჩის რეჟიმი რო აქვს ეგ გამისწორდა საკაიფო იყო ანუ Supercell-ის ნებისმიერ თამაში არის ოკეი ჩემი ძველი აკაუნტი მომთხოვა Supercell-ის ნებისმიერ თამაში უკვე იცით რომ ხარისხს ვერაფერს დაუწუნებ ანუ Clash Royale და Clash of Clans-ი უფრო ისეთი თამაშია სადაც არ გჭირდება დიდად რომ მეგობრებთან ერთად ითამაშო მარტო შეგიძლია გაერთო და მეგობრებთან ერთად წასულებს. ხო და ეს ისეთი თამაშია რომ მარტო რავი ჩემი აზრით მუღამი არა აქვს რაც მაგაცებთან ერთად მეგობრებთან კურსელებთან კლასელებთან ერთად და მასწავლებს კარგი თამაშია და სუპერ ატაკები გაქვს რაღაცნაირი სუპერ ძალები და იტოში აქვს თავისი რაღაც მუღამი ივას არხი
Battle Royale-ის სპონსორს თავისი მუღამი მართლა აქვს. ვიღაცებმა ერთმანეთს დაწყეს, ჩვენც ნაკლად შევეტენოთ ორი კაცი იმენა ივასახმა გაანადგურა, კაი ბიჭია. ეს ნეტა ნაღდი პლეიერები არიან თუ ბოტებს ვეთამაშები? გონდა მე ხარ. თუ არა, არა. და level up-ის სპონსორს აკეთებ, როგორც კი coin-ებს იღებ, თუ სწორად მივხვდი? აღარ მახსოვს მართლა. დავწე. ნაკლი სად იყო შეტენილი დაინახეთ. რა გინდოდა ბიჭო? რა გინდოდა? ჩემი მოკლა გინდოდა? მინდა რომ გავცილდე და დავიბრიდო არა? უი, მგონი არა ბოტებს ვეთამაშები რა. მე მეგონა ნამდვილ ხალხს ვეთამაშებოდი. კაი, ერთი ხელი კიდე ვითამაშოთ, მაშინ ბოდი ეს ტაიმერი. უკან დავაბრუნოთ. ნახდი მოთამაშეები მჭირდება, რომ ცოტა მუღამი გავუ. ეხა თუ კიდე ბოტებთან შემიშვა, ეგრევე გავა. Fuego Didelie Luca ქართველი ლუკა მე თუ მოკლავ ამ ხელში იცოდე YouTube-ზე ხარ გილოცა ვა ვიბრიდები ჩემ მე ვინ უნდა მოკლა წადი ბიჭო ძალიან რთულია ოკეი ნამდვილ პლეიერებთან თამაში არ ყოფილა ეგეთი მარტივი როგორც მე მეგონა ლეველი მოვიმატოთ თორე დარხეული გვაქვს ოკეი ლუკა უნდა ვიპოვოთ ახლა ლუკა სადახარ ლუკა სადახარ დაიცა ხო არ დაგეხა ბაბუ აუ ერთი ვარ დარჩენილი აუ ეს ნეტა ლუკა იყოს რა იმ ქართველთან ერთად მინდა რა მე საინტერესო იქნება ქართველს რომ მოკლავს ძლიერი დარტყმა ჩვენია აბა მოდი რის თავი გაქვს მოდი ჩემთან მოდი ნუ გეჩინია მოვიდეთ ოკეი მაგარი თამაშია უბრალოდ ის გამიტყდა ლუკა ვერ ვიპოვეთ ამ თამაშს დავუწერ 10-დან 800 კარგი თამაში, ჩვენიერი თამაშია, ვერაფერს ვერ დაუწუნებ. შემდეგი თამაში გვიწევს ბლოკ ბასტი. ესე მომიწევს დაკავება. თოვლის ბაბუმ რატომ თოვლის ბაბუმ მეიტანა საჩუქრები ბრაკი. მოდი ერთი ხელი ეს ვითამაშოთ და გასწავლით როგორ უნდა ვითამაშოთ სწორად. მოკლედ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ კომბოები გავაკეთოთ. კომბოების გაკეთებით ხდება რეალურად რაც ხდება. კომბოს გარეშე აზრი არ აქვს ამ თამაშს. ანუ TikTok-ზე ხო ეგ არის ტრენდი რომ აი ახლა ყველა ამას თამაშობს და storytelling-ის დროს ამას გაყურებინებთ და რაღაცა და ტიპებს აი ძალიან მაგარი კომბოები რო აქვს და რომ აზავენ. აი მაგაზე მეტად არაფერი არ მაგეზიანებს. მუღამი ეგარი კომბოები უნდა აწყო. ვინც კომბოებს არ აწყობთ, გათიშეთ, ნუ თამაშობთ ამ თამაშს ნერვოს უმიშლით. მოკლედ თამაში აი რა ვთქვა, თავის დროზე კარგად იცით როგორ აკლული გქონდა ყველაფერი, რასაც ქვია, ანუ ყველა ამ თამაშს თამაშობდა, მაგრამ დღესდღეობით ცოტა გაბანძდა, ხო? ანუ ვეღარ ხედავ იმდენ ადამიანს, ანუ აღარ თამაშობენ. თამაშია რა, ანუ ეს ისეთი თამაშია, ავტობუსში რო ხარ სამარშრუტო ტაქსში, უცბად გააძრობ, ითამაშებ რაღაც შვილებს, კომბოებს აწყობ, ესე გააკეთებ რაღაცა და თავი ტიპი გონია, მაგრამ რავი, ანუ უკვე ძალიან დამღლელი გახდა ეს თამაში, ყველამ ხო გადათება ვაფშე და რავი, აღარც არავინ თამაშობდა. შესაბამისად 10-დან 5-ს დაუწერა. ჩვეულებრივი თამაშია, ერთ დროს ძალიან მაგარ ტრენდში იყო და ახლა უკვე ჩავდა. შემდეგი თამაში არა ნაკლები ბევრ თამაშზე. ივან ბუაძე, ოკეი, let's be ივან ბუაძე, რატომაც არა. მოკლედ, ჩვეულებრივი კაუნტერია, არაფერი კაუნტერია. Call of Duty counter მეროა, მაგრამ iPad-ზე თამაში არის ძალიან ცუდი ამის. ოკეი, ანუ მართლა ჩვეულებრივი კაუნტერია. სუმეროა მაგის სახელი. დაიცავ, ერთი კაცი მაინც ხო უნდა გავიყოლოთ. ოპა, ტიპი ვნახე? არა. აუ. sensitivity მაქვს ცუდი. სხვათა შორის ამის თამაში კონტროლერთან შეიძლება, სადე ერთხელ და კარგი იყო მობილურზე. ეგ არის, ერთი კაცი დავბრიდეთ, აქ მუღამი, პროსტა Headshot-ზე როგორ არ ყდები ბიჭო? აი, იმენა ნუბები უთამაშოთ. ნუ, რავი, არის კარგი თამაში. ვაიმე. მეც რა მაგარი ნუბი ვარ. ნუ, one shot-ი ყდება. დაიბრიდე რა. ვიღაცა მომიკლა. საიბერს მოკლა. ნუ, მაგარი თამაში. მე მაგარი მხეცევა ჩემპიონატზე ხო არ გავიდე. ძალიან დამევასა. ოკეი, აი კარგი თამაშია. ესეც ოკეი, ცუდი თამაშია. თუ კომპიუტერი ან ლეპტოპი არ გაქვს და მხოლოდ პლანშეტზე ან ტელეფონზე შეგიძლია თამაში, აი უიდეალური ეს თამაშია და გირჩევთ ყველას. ბოლო თამაში EA Sports-ი, ეს ნამდვილია.
FC Mobile. Ბევრმა მირჩია ეს. ეს არის ჩემი Facebook პროფაილი. შეგიძლიათ გადმოხვიდეთ, დამამატოთ, ვიმეგობროთ, ვიც მაგაცოთ. და ხო, მეგობრებსაც გაუზიარეთ ჩემი ვიდეოები, რომ უფრო მეტი შევიკრიბოთ და ჯიგრულად ვიყოთ. იმენა ჩვეულებრივი FIFA. ობა, ვინ ავირჩიოთ? საქართველოს აშვილია, მაგრამ ეს აშკარად არის. გელა ბარკალაია. დავაი, გელა ვარ ბარკალაია. კარგი ბიჭო, კარგი, რა მართლა ის გამიმართი. პასი? დავსპრინტოთ. დაიცა, ჯერ არა. რა შვები, შეკვერცხო. რა შვები? აუ. დაწყი. რა მაგარი გოლი შევარდე ბიჭო. ნახი, ერთი ხო აცილა და მე თავით ეცა, მიდი გადიო. აუ, მაგარია. მიდი. ჩაუსრიალ და კაი ბიჭი ხარ? ბიჭო არა ასწორებს. მართლა ასწორებს. აუ, მომჩეხეთ რა. აუ, არა, ოფსაიდია მგონი. ოფსაიდი არის თუ არ არის? მგონი ოფსაიდია. ოფსაიდია. ოკეი, კაი, ერთი კაი გოლი შევუგდოთ და მერე უკვე გავიდეთ, დავამთავროთ თამაში და ბოლოს შემიფასეთ, როგორი ვიდეო გამოვიდა, რას ფიქრობთ, შემდეგში რა გადავიღო და ვინ მოიგებს, ივანა თუ ვიღაცა მირვანები. აუ, არა, მგონი ამასაც ოფსაიდია. აუ, გავაკეთებ თქვენი გულისთვის, ხოლო თქვენი სიყვარულით დამთავრდა. არ ვიცი. ეს რა კვერცხობა იყო, არ ვიცი, მაგრამ ესეთი ამბავი იყო. მოკლედ, თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, იმედია გამოიწერთ რაღაც და დალაიქებთ ვიდეოს. თუ ალბათ 500 ლაიქზე დაწერეთ კომენტარებში რა თამაშის განხილვა გაგეხარდებათ ან როგორ გავაუმჯობესო ეს ფორმატი და ყველაფერს გავაკეთებ, რასაც თქვენ მეტყვით. მაგის გარდა.